თავისუფალი საქართველოს ლიდერი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ალტერნატიული ოპოზიციური კოალიციის შექმნას აპირებს. კახა კუკავას თქმით, მან უკვე შესთავაზა თანამშრომლობა ქართულ და ლეიბორისტულ პარტიასა და ახალ მემარჯვენეებს. კახა კუკავა კატეგორიულად გამორიცხავს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსა და ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის კოალიციაში გაერთიანებას. კუკავა თვლის, რომ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა ნაციონალების დაკვეთებს შესრულებას კვლავ განაგრძობს. მათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თავისუფალი საქართველოს ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მერებსა და გამგებლებს ხალხი უნდა ირჩევდეს, რამაც ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა ნიშნავდეს. კახა კუკავამ დღესვე ადგილობრივებს მერის კანდიდატის შესარჩევად ონლაინ პრაიმერი შესთავაზა. ახალი კოალიციის შექმნის საკითხი მომავალ კვირაში გადაწყდება. ჩვენ კვირის დასაწყისში გავაკეთეთ განცხადება, შევთავაზეთ გაერთიანება ყველა რეალურ ოპოზიციურ პარტიას. ქალბატონი ბურჯანაძისგან მივიღეთ ძალიან გარკვეული პასუხი, ის ერთიანდება ქრისტიან დემოკრატებთან, მან გააკეთა თავისი არჩევანი და ყველა ძალიან კარგად ხვდებით თუ რას ნიშნავს ქრისტიან დემოკრატებთან მისი გაერთიანება. სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ჩვენთან ერთად ჩვენ არაუგვიანეს ორშაბათისა გამოვაცხადებთ ჩვენი რეალური არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების კოალიციის შექმნას.